2010 წელი 12.890.000 ლარი კონცერტებში, მუსიკალურ კლიპებსა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებში. 2011 წელი 8.080.000 საცურაო აუზებში, ბულვარებში, სტადიონებისა და პარკების მშენებლობისთვის. 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, უმრავლეს შემთხვევაში პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაში ხარჯავდა ყოფილი ხელისუფლება თანხებს სარეზერვო ფონდებიდან. თავარ კითხვას თამარ ჩუგოშვილი უპასუხებს. მანამდე ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული დიალოგის დეტალებზე, გადაცემის ბოლოს აჩვენებს თუ არა NDI-ის კვლევა მოსახლეობის კონფორმისტულ განწყობას. იაგო კაჭკაჭიშვილი გადაცემაში მთავარი. თავარ კითხვა ზურაბ აბაშიძე უპასუხებს საღამოშტობისა. საღამოშტობისა. დავიწყოთ იმით, დაიგეგმა თუ არა უკვე მომავალი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რადგან ვიდრე თქვენ შეხვედრაზე ბრძანდებოდით საქართველოში, გამოითქვა აზრი, რომ თუ კი შემდეგი შეხვედრა დაიგეგმებოდა, ეს იქნებოდა უკვე ძალიან კარგი შედეგი. პრინციპში შევთანხმდით, რომ ამ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება. სავარაუდოდ ორ თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ, ან და საჭიროების ამებრა. აი ესეთი, ასე ვთქვათ, პრინციპია ჩვენი მომდევნო შეხვედრებისა და კონტაქტების. ასე რომ, წელს აღარ მოესწრება ბუნებრივია და მომავალ წლის პირველ კვარტალში შევხვდებით ალბათ. დავიწყოთ თემატიკით, რომელიც შესაძლებელია იყო განხილული ამ შეხვედრაზე. რუსეთის მხარე ასახელებდა მაგალითად ფრენების აღდგენას, ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე, ასევე კულტურულ ურთიერთობებს. საქართველოსთვის მგონი მნიშვნელოვანია რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, რადგანაც აქ აშკარად ცალმხრივ ლოიალობასთან გვაქვს საქმე. იყო თუ არა ამ კონკრეტულ თემებზე საუბარი შეხვედრაზე? სწორედ ეს თემები მოვნიშნეთ ჩვენ საუბრის დასაწყისისათვის. და გავიარეთ მეტნაკლებად დეტალურად, რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს. ითქვა, რომ რუსეთის მხარე მზად არის აღდგეს ეს ურთიერთობები. ითქვა ისიც, რომ რუსეთი უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, სხვათა შორის სანამ ამ შეხვედრამდე მივედი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შტაბ-ბინა გავიარე და იქ მოგეხსენებათ, რუსეთი უკვე ჩვენი დახმარებითაც საქმიანობს, ასე რომ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებაც არის, რომ ცივილიზებულად ივაჭროს თავის მეზობლებთან, კერძოდ საქართველოსთან. მინიშნებები იყო, მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა თქვა ამის შესახებ, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში იყო, სხვა მოხელეებმაც ასეთი განცხადებები გააკეთეს. ახლა უკვე ეს რაღაც პრაქტიკულ ჭრილში უნდა გადავიდეს და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რაც შეეხება ღვინოს, მინერალურ წყლებს, ცნობილი ბატონი ონიშჩენკო აკეთებს განცხადებებს, ცოტა წინააღმდეგობრივს, მაგრამ ჩვენი მეღვინეები, სხვადასხვა კომპანიები, სოფლის მეურნეობის სამინისტროც ელიან ოფიციალურ პასუხს, რამდენადაც მე ვიცი, იმ წერილებზე, რაც სადღაც ერთი თვის წინ გაიგზავნა მოსკოვში, აი ამ ორგანიზაციაში. მის თაობაზე თუ რა პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას აი ამ ჩვენი პროდუქციის დასაბრუნებლად კარასინის პოზიცია რა იყო ამასთან დაკავშირებით პროდუქციის დაბრუნებასთან მიმართებაში? რომ ის დაინტერესდება და მისი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რათა რაღაც სიცხადე იყოს აი ამ პროცესში და გავერკვეთ სწრაფად, როგორ უნდა მოხდეს აი ტექნიკურად ეს აი ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგეს. სავიზო რეჟიმის საკითხი თუ დააყენეთ ბატონო. სავიზო რეჟიმზე ვისაუბრეთ ჩვენ, ნამდვილად დისბალანსია და კიდევ უფრო მეტი, ჩვენი მხრიდან არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. რუსეთის მხრიდან მოგეხსენებათ, რუსეთში წასვლა ძალიან რთული, ეს მათ კარგად იციან. ჩემი აზრით, აი ამ ოკუპაციის შესახებ კანონთან ამ თემის მიბმა სრულიად ხელოვნურია.
ვინ გააკეთა ეს მიბმა ოკუპაციის კანონთან? რუსეთის მხრიდან ჩვენ ადრეც გვსმენია, რომ ის რუსეთის მოქალაქეები, ვის ადრე იმყოფებოდნენ ტურისტად, თუ შემთხვევით მოხვდნენ რაღაც ასე ვთქვათ რაღაცის გამო აფხაზეთში შემდგომ მათ მოუწიათ აქ ან სანქციების. მაგრამ ახლა ამ შეხვედრაზე კარასინმაც ასე დააყენა საქმე, რომ ეს ქმნის პრობლემას, რადგან ოკუპაციის კანონში არის გარკვეული დეტალები. ასე პირდაპირ ასე რაღაცა იმპერატიულად მას არ მიუთითებია, მაგრამ როდესაც ყველაფერზე ამაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, იკვეთება, რომ ეს თემა მათთვის საკმაოდ ისეთია, ასე ვთქვათ, აქტუალური. ასე ვთქვათ, ჩვენი ხადო ასეთია, რომ ამჯერად ეს კანონი ბუნებრივია რეალობას ასახავს, მათ შორის ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ რეალობას, აი ამ ჩიხურ ვითარებას. ამიტომ არანაირად არ დგას საკითხი დღეს იმის შესახებ, რომ ასე ვთქვათ ეს კანონი შეიცვალოს, ეს ასე ვთქვათ პარლამენტის საქმეა და პარლამენტარებმა უნდა იზრუნონ ამის თაობაზე. მაგრამ მე დღეს ვთქვი კიდეც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომ ჩემი აზრით, ჩემი ხედვით, თუ კი მომავალში ეს ქართულ-რუსული დიალოგი წარიმართება პოზიტიურად, თუ ის მართლაც ხელშესახებ სერიოზულ შედეგებს მოიტანს, იქნება რაღაც თვისებრივი პროგრესი, პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შემდეგ ჩვენო პარლამენტარებმა იმსჯელონ იმაზე, რომ აი იმ ნაწილში, რომელიც ეხება სწორედ ამ თემას, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან შემოსულ პირებს, ან რუსეთის მოქალაქეებს, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეიძლება მაშინ მომავალში სავარაუდოდ ვამბობ მე, რომ არავინ არ შემომედაოს, რომ ასე ვთქვათ, კანონის ცვლილებას უწევ პროპაგანდას, მომავალში აი პროგრესის შედეგად, არ ვიცი რამდენი დაჭირდება ამას დრო, ეს უფრო დამოკიდებულია აი, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, შეიძლება დადგეს თეორიულად, კიდევ ამბობ ასე რბილად, იმიტომ რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა ზუსტად ვერ ასე ვთქვათ ასახა ისაც მე ვთქვი. ასე რომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ პერიოდში რაღაც შერბილება მაინც დაიწყება რუსეთის მხრიდან აი ამ სავიზო რეჟიმისა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასე ვთქვათ არასწორი არათანაბარი ვითარება ეჩვენება ყველას. ანუ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ დაიწყოს სავიზო რეჟიმის შერბილება მანამ ვიდრე აქ დადგება საკითხი დაუშვათ კანონში რაღაც ცვლილებების. უშვებთ ამას, რომ რუსეთი მე არ გამოვრიცხავ ამას, დიახ. ბატონო ზურაბ, ეს საკითხები, რაზეც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, თუ არ ჩავთვლით აი ამ ბმას სავიზო რეჟიმის შერბილებას ან გაუქმებასა და კანონს შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრინციპში არის პოლიტიკური ნების საკითხი, ხომ ასეა? ალბათ დამეთანხმებით ამაში ფრენების აღდგენას, პროდუქციის დაუბრუნებას, კულტურის რაიმე პრობლემა დგას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ხანგრძლივი დრო დაჭირდება და უშუალოდ იგივე პროდუქციის დაბრუნებას. სხვათა შორის, რაც შეეხება სავაჭრო ორგანიზაციას, ჩვენი პროდუქცია არ იყო პოლიტიკური ემბარგოს გამო აკრძალული რუსეთის ბაზარზე, ის იყო ხარისხის ნიშნით დაწონებული. ანუ ეს მთლად საბაბი ესეთი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც პოლიტიკური ნიშნით იყო ეს აკრძალული, იმიტომ არ შეიძლება რომ ერთ დღეს აღმოაჩინო ყველაფერში მძიმე მეტალები, რაღაც შხამ ქიმიკატები, რომ თუ წინა დღეს ეს ასე არ იყო. მაინც ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რა თქმა უნდა, დღემდე ასეა, მაგრამ იცვლება ეს მიდგომა. განსაკუთრებით მას შემდეგ ვიმეორებ, რაც შარშან საქართველოს მთავრობამ მწვანე შუქემისა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მაშინ პრეზიდენტი გახლდათ ბატონი მედვედევი და მან ქართულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სხვათა შორის, რომ თუ საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საქმეში, მაშინ რუსეთი გადახედავს თავის აი ამ პოლიტიკას ალბათ სავაჭრო ურთიერთობები ქონდა მხედველობაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ნელ-ნელა დაიწყება, სწრაფად არაფერი არ მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რაღაც ილუზიები, მოლოდინები, რომ ეს ურთიერთობები ძალიან სწრაფად უკეთესობისკენ შეიცვლება, ეს ასე არ იქნება. ეს იქნება ძალიან ნაბიჯ ასე ვთქვათ მიმდინარე საკმაოდ რთული პროცესი და იმედი მაქვს, რომ ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
ალბათ ეს პროცესი რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას შეიძლება უფრო სწრაფად წარიმართოს და მომავალ წელს რაღაც შედეგები მივიღოთ. თემატიკა მხოლოდ ამ საკითხებით შემოისაზღვრა ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ კარასიმმა გააკეთა საკმაოდ საინტერესო განცხადება თქვენთან შეხვედრის შემდეგ. მან თქვა, რომ საჭირო ორი ქვეყნის ურთიერთობის გაჯანსაღება და კონკრეტული ფორმის მიცემა, ისე რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიციაო. იყო რაიმე ისეთი თემა თქვენ შორის განხილული, რაზეც შეიძლებოდა მას აი ასეთი კომენტარი გაეკეთებინა? რას გულისხმობთ? ეს კომენტარი მე პირადად ცოტა არაკორექტული მომეჩვენა, უფრო ზუსტად არაზუსტი ციტირება მომეჩვენა ჟურნალისტისა. ბატონი კარასინის განცხადების შემდეგ მე ეს გადავამოწმე და მართლაც ასეა. ბატონ კარასინის განცხადებაში შემდგომ ლაპარაკი ემაზე, რომ არ დაზარალდეს ეს პროცესი შეესაბამებოდეს ერთი ქვეყნის და მეორე ქვეყნის ინტერესებს. ასე ვსაუბრობდით ჩვენ იქ. ორივე ქვეყანაზე ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა. ნუ არის ასე ვთქვათ განწყობა ისეთი რუსეთშიც და საქართველოშიც, რომ ასე ვთქვათ რაღაც სწრაფი მოძრაობა შეიძლება არ იყოს მაინდამაინც სწორი და მიზანშეწონილი და უფრო ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა სჯობდეს. ნუ ამაში არის რაღაც ლოგიკა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დაკვირვება საჭირო იმისათვის, რათა რაღაც სხვა პროცესები არ დავაზიანოთ. მე უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მაქვს ჟენევის ფორმატი, რომელიც აი იმ დღეებში მიმდინარეობდა სწორედ ჟენევაში. არც ისე წარმატებულად, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ეს დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორობის შუამავლობით მიმდინარეობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მარტო არ დაზარალდეს, არამედ ხელი შეუწყოთ და გავაძლიეროთ ეს ფორმატი აი ამ ჩვენი ახალი დიალოგით. სიჩქარე და რაღაც სუსტრაფვა არანაირად არ შეიძლება. ჩვენ ძალიან საფრთხილო პროცესში შევდივართ ახლა. ხომ არ დაგრჩათ ბატონო ზურაბ შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ინტერესებში პრინციპში შესაძლებელია სწორედაც იყოს ჟენევის იმ ფორმატის ჩანაცვლება უკვე ამ ერთ-ერთზე შეხვედრების ფორმატით, რადგან სწორედ წინ უძღოდა თქვენ საუბარს მორიგი რაუნდი, 22 რაუნდი, რომელიც რაღაც მომენტში დატოვეს აფხაზებმა, დატოვეს ოსებმა და შემდეგ მათ გაყვნენ რუსებიც და იყო აზრი ასეთი ქართველ ექსპერტებში, რომ ეს რაღაცნაირად წინასწარ დავალების შესრულებას გავდა მათი ასეთი ნაბიჯი, მაშინ როდესაც ქართული მხარე მივიდა იმ წინადადებებით, რასაც აქამდე თვითონ ისინი აყენებდნენ და მათ ინტერესებში უნდა ყოფილიყო განხილვა. ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ კარასინი, რომელიც რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ამ შემთხვევაში, მის ინტერესში, უბრალოდ მის უკამდგომი ქვეყნის ინტერესში შესაძლებელია იყოს აი ამ ფორმატის ჩაშლა და ჩანაცვლება. ნუ როგორც თქვენ ძალიან ეს 22 რაუნდი იყო, ასე რომ ნებისმიერი წინა რაუნდის შემდეგ შეგვეძლო ასეთი კითხვა დაგვესვა. მაშინ არ იდგა საკითხი ბატონო ზურაბ სხვა ფორმატზე. ეს პირველი რაუნდი იყო, როდესაც დადგა საკითხი რეალურად ახალ წინა რაუნდებით სამწუხაროდ საკმაოდ უშედეგოდ დასრულდა. მაგაში გეთანხმებით. ვერ ვიტყვი ახლა რომ ეს რაუნდი განსაკუთრებულად უშედეგო იყო, ეს ასე არ იყო, იქ რაღაც თემები მეტნაკლებად გაიარეს, ამიტომ არც ეს რაუნდი იყო რაღაც განსაკუთრებული ამ თვალსაზრისით. თუმცა ახალი ხელისუფლების ხედვები იყო წარმოდგენილი და როგორც პატა ზაქარიშვილი იყო ამბობს იგივე გაზით მომარაგება და სხვა თემები, რომელზეც უნდა ესაუბრათ, მაშინ როდესაც დატოვეს დელეგაციებმა მოლაპარაკება სრულიად სამწუხაროა ძალიან, მართლაც გაუგებარია ახლა ის რაც მოხდა, იქ თითქოს ეს ჩვენი ასე ვთქვათ ოსი კოლეგების ინტერესებში უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს თლად ჩემი თემა არ არის. მე არ დამჭა ბატონ კარასინთან საუბრის ეს შთაბეჭდილება არანაირად არ დამჭა, რომ ყოველ შემთხვევაში პიროვნულად ის დაინტერესებულია რაღაცნაირად, რომ ამ პროცესის როლი ან თავისი მონაწილეობა დააკნინოს. ვიმეორებ, ამჟამად ასეთ შთაბეჭდილება არ დამჭენია და ნუ ახლა მომავალი გვიჩვენებს კიდევ ბევრი შეხვედრა იქნება, იმედი მაქვს კიდევ უფრო წარმატებული ჟენევაში და
გამოჩნდება რეალურად თუ რანაირია რუსეთის მიდგომა, რანაირი იქნება მომავალში მოსკოვის მიდგომა. ბუნებრივია ოპონენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, ექსპერტ გიანოდიას აზრი მინდა ამ შემთხვევაში მოგახსენოთ. მან თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგის ახალი ფორმატი ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია, პოლიტიკურით კი წამგებიანი. რუსეთის ხელისუფლების წინაპირობა ყოველთვის არის ახალი რეალობის აღიარება, ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმა. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს შეასრულა ეს პირობა, ანუ ეს საკითხები არ დააყენა. ძალიან ბევრი ახსნა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა დაგვეყენებინა პირველსავე შეხვედრაზე მთავარი საკითხები. თქვენი ახსნა მაინტერესებს ამ შემთხვევაში. იცით რა, მე უპირველეს ყოვლისა მინდა გულახდილავ თქვა ძალიან, რომ აი ძალიან გულწრფელად მივესალმები ნებისმიერ კრიტიკულ აზრს ამ შემთხვევაში, იმიტომ ეს მართლა გჭირდება. ეხლა რომ ყველანი ვიყოთ ძალიან კრიტიკულები. ეს არის ძალიან ფაქიზი, ძალიან საფრთხილო ვიმეორებ პროცესი, რომელიც იწყება და ყველამ უნდა მიიღოს აბსოლუტურად მონაწილეობა. პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ექსპერტებად, მათ შორის რომელ მხარეს თუ რომელ მხარეს არიან ისინი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ესეთმა ექსპერტმა, როგორც ბატონი გიანოდია. ნუ კარგია, რომ ბატონი გია ხედავს, რომ სავაჭრო ურთიერთობები ნამდვილად წარადგება საქართველოს. მე ამ შემთხვევაში ამ ასე ვთქვათ ოპონენტებს შევახსენებდი, რომ ჩვენ ახალი არაფერი არ გვითქვამს პრინციპში. წინა ხელისუფლება ყველა დონეზე, ვისაც ეს თემა შეეხებოდა, ასე ვთქვათ, პირადად ამბობდა, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ რუსეთის მხარეს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იყო სწორი პოზიცია, სწორ განცხადებებს აკეთებდნენ. ჩვენც იგივე გავიმეორეთ პრინციპში, მას შემდეგ, რაც პრემიერმა დანიშნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი. ვთქვით, მზად ვართ შევხვდეთ რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. შეხვდნენ, გადაწყვიტეს, რომ დავიწყოთ ეს დიალოგი და ეხლა ამის გამო ჩვენი კრიტიკა ცოტა გაუგებარია. ხომ შეიძლება იმ ხელისუფლება შეხვედროდნენ რა, მაშინ რა სიტყოდა ნეტა ოპონენტი. ასე რომ ჯერ მე მართალი გითხრათ, კრიტიკის საფუძველს მაინდა-მაინც ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, ჯერ საუბრობთ მხოლოდ დიალოგის საწყის ეტაპზე, რაღაც კარდინალური საკითხები არ განიხილება. ჩვენ შეგვიძლია დავჭეთ ჩიხში, არ ვესაუბროთ რუსეთს, ვიყოთ იქ მუდმივ კონფრონტაციაში, ან ვისაუბროთ, ან დავიწყოთ დიალოგი. დიდი არჩევანი არ არის. ან ერთი, ან მეორე. ჩიხია ყოველთვის. დიალოგი მაინც რაღაცის მომცემი მგონია. დიალოგი ნიშნავს მოსმენას, აზრთა გაცვლას, არანაირად არ ნიშნავს აუცილებლად დათმობას და ისეთ კომპრომისს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ის რომ საერთაშორისო მოთამაშეების გარეშე მიმდინარეობს ეს დიალოგი, თქვენთვის აიოლებს საქმეს თუ ართულებს? ამ შემთხვევაში თქვენს უკან ქართულ მხარეს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ვიცით რა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიალოგი, პირდაპირ დიალოგი არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. რუსეთ ჩვენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ქვეყანა ესაუბრება ასე პირისპირ შუამავლების გარეშე. ხა მართალი რო გითხრათ, ანომალიური ის არის, როდესაც მეზობლები არ საუბრობენ ერთმანეთთან, ვიდრე ერთმანეთთან საუბრობენ პირისპირ. ჩვენ წლების მანძილზე გვაქვს სპეციფიური მდგომარეობა და ნუ ეხლა ესეც განსჯის საგანია, არც ერთ ქვეყანას სოფლიოში არ აქვს ესეთი ურთიერთობა როგორც საქართველოს, რუსეთთან, როგორც საქართველოს. გამონაკლისები ვარ ჩვენ. მე რომ უფრო ჩვენი ბრალია, მაგრამ ნუ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ. ეხლა წლების მანძილზე, მრავალი წლის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდამ მოგმართავდნენ ასეთი თხოვნით. ესაუბრეთ რუსეთს, შეეცადეთ მასთან გამონახოთ საერთო ენა. აი დავიწყეთ ეს საუბარი ახლა ჩვენ. ძალიან ასე ვთქვათ სერიოზული მხარდაჭერა ამ პროცესისა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მე მათ ყოველ დღე ხვდები, რამდენიმე შეხვედრა მაქვს და არის მხარდაჭერა და შემოთავაზება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერისა კიდევ და არის რა თქმა უნდა რჩევებიც, რეკომენდაციებიც. ახლა ნუ დავივიწყებთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ამ მრჩეველთა დიდმა ნაწილმა ხარი დაუჭირა ქართული ოცნების აი ამ მას რა ქვია ამ დაპირებას, რომ ჩვენ შევეცდებით დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან და მოვაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობები. ეს მანდატია ეს გულისხმობ აირაის და იმ ეს ნამდვილად ჩანს, ეს ნამდვილად ესეთია, მაგრამ ამავე დროს მე მინდა იმავე ამორჩეველს, ვინც ხმამის აი ამ
ასე ვთქვათ, აი ამ დიალოგს რუსეთთან, აი ამ პროცესის დაწყებას, ნუ ექნება ილუზიები, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ამას ვთხოვ ყველას და მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება აი ასეთ მიდგომას. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვა ზურაბ ბაბაშიძე პასუხობდა, არ გადათოთ, რეკლამის შემდეგ შევიტყობთ, სად იხარჯებოდა თანხები პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან. თავარ კითხვას თამარ ჩუგოშვილი უპასუხებს, რომელიც დღეიდან აღარ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ყავთ ახალი თავმჯდომარე თამარ კახა კოჟორიძე. ვიდრე გადავიდოდეთ ჩვენი საუბრის მთავარ თემას და ვიდრე დავსვამ თავარ კითხვას, ცვლილებაზე ვისაუბროთ, მოდით. ახალი თავმჯდომარე, მისი ვინაობა გაგვაცანით. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ საიაში ყოველწლიურად ტარდება თავმჯდომარის არჩევნები. ყველა წინა თავმჯდომარე იყო 2 წლის ვადით, ანუ ზედიზედ მაქსიმუმ იყო 2 წლის ვადა, მეც ასევე ვიყავი 2 წლის ვადით საიას თავმჯდომარე. დღეს დღევანდელ კრებაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის კრებამ აირჩია ახალი თავმჯდომარე, ეს არის კახა კოჟორიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩვენი თანამშრომელი, იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი, შემდგომ გარკვეული პერიოდი აღარ მუშაობდა ჩვენთან. დღეს ის არჩეული იქნა თავმჯდომარედ და ხვალ მოხდება უკვე მისი ოფიციალური წარდგენა. პრინციპში მანამდე არც გვინდოდა ასე ვთქვათ, რაღაც სპეციალური განცხადების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან ინფორმაცია უკვე საჯარო არის და ვრცელდება მათ შორის სოციალური ქსელებითაც და სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობითაც, ფაქტურად უკვე თქვენი ეთერის მეშვეობითაც შეიძლება რომ უფრო დეტალური ინფორმაციაც გავავრცელოთ. უსურებ წარმატებებს ახალ თავმჯდომარეს და უსურებ საიას, რომ შეინარჩუნოს ის watchdog-ის კრიტიკული ფუნქციის მატარებელი როლი, რომელიც ქვეყნისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. უერთდები თქვენს მილოცვას, კიდევ ერთი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, დააპირებთ დარჩეთ ორგანიზაციაში თუ ტრადიციულად წახვალთ თქვენს? მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დაჭირდება გადაბარებას, ასე ვთქვათ, და რაც დაჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ თავისი ასე ვთქვათ, შეუდგეს სრულყოფილად თავისი ფუნქციების შესრულებას. შემდგომ, რა თქმა უნდა, არა. ახლა რაც შეეხება ხარჯებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, რომელიც შეისწავლა საიამ და გამოქვეყნდა ანგარიში. ანგარიშის თანახმად 2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში მაღალია უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს 38% ხარჯების არის უცნობი. 2011 წელს 34%-ია უცნობი. თამარ, შეუძლებელია ამ ხარჯების მიზნობრიობის დადგენა? უპირველეს ყოვლისა მე უნდა ვთქვა, ან რაში შეიძლება დახარჯულიყო? კი. თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ 2008 წლის მერე თითქმის აღარ გვქონია შესაძლებლობა, რომ გაგვეკეთებინა ანალიზი თუ რაში იხარჯებოდა სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები, თან პარალელურად იზრდებოდა ფონდების მოცულობა. თუ კი 2007 წლის ჩათვლით ჩვენ მაგალითად გვქონდა გაკეთებული მონიტორინგები და დეტალურად ვიცოდით ეს ხარჯები რაში იყო დახარჯული და თანაც თანხა არ აღემატებოდა 20 მილიონ ლარს მაგალითად, დღეისთვის ფონდების მოცულობა თითო ფონდის მოცულობა პრეზიდენტის და კიდევ ერთი არის მთავრობის სარეზერვო ფონდი მეორე, ანუ თითოს მოცულობა შეადგენს 50 მილიონ ლარს, ჯამში ეს არის ყოველწლიურად 100 მილიონი ლარი და წლების განმავლობაში ჩვენ და მთლიანად საზოგადოება იყო მოკლებული შესაძლებლობას, რომ ენახა ეს ხარჯები რაში იქნა გაწეული. ეს ასე ვთქვათ, შეზღუდვა იყო სრულიად უკანონო, იმიტომ რომ თავისი არსით ეს ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხი გაეცა და მოეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში გახდა ჩვენთვის შესაძლებელი ამ ინფორმაციის მოპოვება. როგორც გაირკვა, ტრადიციულად ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის მიზნობრიობა საერთოდ გაწეული ხარჯების. ზოგადად ძალიან ცუდი პრაქტიკა ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სარეზერვო ფონდებთან მიმართებით. სარეზერვო ფონდები იქცა პრეზიდენტის და მთავრობის რაღაცა ერთპიროვნული განკარგვის ძალიან დიდ რესურსად. სარეზერვო ფონდის არსი საერთოდ არის ის, რომ გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ხარჯები, რისი გათვალისწინებაც წინასწარ იყო შეუძლებელი, დაგეგმვა იყო შეუძლებელი. მაგალითად, წინასწარ არავინ არ იცის მოხდება თუ არა სტიქიური უბედურება, შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ჩვენ ამას ვერ გავითვალისწინებთ და თორედ სახელმწიფო ვერ გაითვალისწინებს. სწორედ ამიტომ არის გამოთავისუფლებული გარკვეული თანხა, რაც თუ კი მაგალითად ასეთი რაღაცა
აუცილებლობა დადგება იყოს რაღაცა რესურსი, რომლის გამოყენებაც მოხდება ასეთ შემთხვევაში. მაგრამ დიდი ბოდიში უბრალოდ ჩაგეკითხებით, სამაგერო დაგეგმვადია პრინციპში ის ხარჯები, რაშიც როგორც თქვენი კვლევიდან ჩანს, იხარჯებდა ინფრასტრუქტურული პროექტები თუ კონცერტების დაგეგმვადია. ჩვენს შემთხვევაში ეს გადაიქცა ძალიან მახინჯ სისტემად, როდესაც მე უკვე ვახსენე, რომ პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ერთპიროვნულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საკუთარი შეხედულების ნებასურვილის მიხედვით ხარჯავდნენ ამ ძალიან დიდ თანხებს და თქვენ გახსოვთ ალბათ, მაშინ როდესაც მოხდა სტიქიური უბედურება ძალიან მასშტაბური, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში თანხა აღარ იყო დარჩენილი იმისთვის, რომ ანაზღაურებულიყო ის ხარჯები და თქვა დახმარება, რომლის გაწევაც იყო აუცილებელი გაწეოდა მოსახლეობას და აუცილებელი გახდა, რომ პარლამენტს გამოეყო სხვადასხვა პროგრამებისთვის ჩამოეჭრა თანხა და ეს თანხები მიემართა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისთვის. სამწუხაროდ ძალიან ცუდი პრაქტიკა, აი ეს ცუდი პრაქტიკა, რომელიც დაინერგა, შემდგომ უკვე კანონმდებლობამ და საკანონმდებლო ორგანომ აქცია წესად და კანონში ჩაიწერა, რომ უпростоრედ გაქრა საერთოდ მიზანი სარეზერვო ფონდების და დღეს უკვე აღარ წერია კანონში გასაგებად და ცხადად საერთოდ რას ემსახურება ამ სარეზერვო ფონდების არსებობა. ამიტომ ჩვენ უკანონობასაც კი ვერ დავარქმევთ იმას წმინდა, ასე ვთქვათ, კანონის მშრალი გაგებით, უკანონობასაც ვერ დავარქმევთ იმას. თუმცა თავისი არსით ეს არის აბსოლუტურად არასწორი რამ, იმიტომ რომ ბიუჯეტი იგეგმება წინასწარ, მაგალითად გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, გზების რეაბილიტაციას და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი წინასწარ არის გათვლად იქმედებები, უნდა იყოს ეს წინასწარ ყველაფერი გათვლილი და მაგალითად არ უნდა ხმარდებოდეს სარეზერვო ფონდები კონცერტებს, გასართობ ღონისძიებებს, არადა რეალურად ძალიან დიდი ნაწილი სარეზერვო ფონდისა სწორედ ასეთ ღონისძიებებში იხარჯება. აუცილებლად ვილაპარაკებთ მაგაზე, ანუ იმ ხარჯებზე, რომელიც არის ცნობილი, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს 38% 2000 წელს და 34% 2011-ში, რომელთა მიზნობრიობა საერთოდ უცნობია. კი, საერთოდ არ ჩანს. შეიძლება დახარჯულიყო, ან რამდენად კანონიერია, როდესაც შესაძლებელია არსებობდეს თანხა ბიუჯეტში, რომელიც საერთოდ არ შეიძლება გავიგოთ, სად დაიხარჯა. ეს არის არასწორი და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ, რაში დაიხარჯა ეს თანხა. ჩვენ გვაქვს მიღებული ინფორმაცია ნაწილობრივ, არის კიდევ ეს ნაწილი, საკმაოდ მოცულობითი ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვისა, რომელზეც ჩვენ სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ, ვიცით რომ დაიხარჯა სარეზერვო ფონდიდან, თუმცა არ ვიცით რაში და შესაბამისად ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ სრულყოფილად. ანუ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რაში მოხდა ამ თანხების დახარჯვა, უნდა იყოს ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენ კიდევ დამატებით ველოდებით ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციის მიღებას. მათ შორის ჩვენ დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ამის გარდა არსებობს უკვე ვახსენე მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც არანაკლებ საინტერესოა დამერწმუნეთ. იანვრის ბოლოს ახალგაზრდა ევროსთა ასოციაცია ბევრად უფრო დეტალურ მონაცემებს წარმოადგენს, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება ყველა განკარგულება, ანუ სათითაოდ ყველა ხარჯი, რაც გაწეული იქნა და თითოეული ასეთი ხარჯი არის ძალიან ყურადღების მიმყრობი, დამერწმუნეთ. და შესაბამისად იანვარში მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო საინტერესო იქნება ამ კვლევის შედეგების გაცნობა. თამარ, 2010 წელს ტენდენცია, როგორც ნახე კვლევაში, იყო ასეთი, რომ უფრო მეტად ღონისძიებებზე, საახალწლო ღონისძიებებზე, ბოჩელის კონცერტზე დაიხარჯა თანხები. 2011 წელს ეს უფრო არის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ მოდით თქვენი საუბრეთ 2012 წელს ეს იყო საარჩევნო წელი და განსაკუთრებით საინტერესოა. 2012 წელი იყო ნამდვილად განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ პირდაპირ აისახა ფონდის ხარჯვაზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესები და საარჩევნო პროცესები. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან არის მიმართული ადგილობრივი თვითმმართველობებისკენ და არის გადარიცხული სწორედ მათ ანგარიშებზე და გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან ეტყობა სარეზერვო ფონდს ეს საარჩევნო პროცესები და თუ ესე ირიბად ეს მე ვფიქრობ რომ წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. ჩვენ სწორედ ასეთ შემთხვევებზე ვსაუბრობდით, როდესაც ვამბობდით წინა საარჩევნო პერიოდში, რომ მთლიანად ბიუჯეტის გამოყენება და საბიუჯეტო რესურსების გამოყენება ხდებოდა სწორედ კამპანიური მიზნებისთვის. ეს თავისი არსით წარმოადგენდა სახელმწიფო რესურსების გამოყენებას ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში და სარეზერვო ფონდის გასაჯაროვებამ, ხარჯვის გასაჯაროვებამ ეს კიდევ უფრო ცხადი გახადა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღონისძიება, ძალიან ბევრი დაფინანსება, რომელიც 2012 წლის განმავლობაში იქნა გაწეული, ეს პირდაპირ ემსახურებოდა
ამომრჩევლის გულის მოგებას, ასე ვთქვათ, ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას, ემსახურებოდა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ისეთი ხარჯების დაფინანსებას, რომელიც თავისთავად იქნებოდა კამპანიური ხასიათის. შესაბამისად, აი რომ სარეზერვო ფონდის არსი, მიზანი არ არის დადგენილი, ეს პირდაპირ ძალიან მარტივად იძლევა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესებში ამ რესურსის გამოყენების შესაძლებლობას, რაც არასწორი არის. ასევე არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც არსებობს სარეზერვო ფონდებთან მიმართებით და ეს არის შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლა. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს შესყიდვების პროცედურები ძალიან გამჭვირვალე, პირდაპირ ინტერნეტით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საბიუჯეტო რესურსი, რომელიც იხარჯება აი ამ გამჭვირვალე პროცედურების გვერდის ავლით. და აი ამ რესურსის ერთი მცირე ნაწილი არის, იმიტომ რომ კიდევ ბევრი თანხა იხარჯება ამის მიღმა, მაგრამ ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ სარეზერვო ფონდები. თავიდან, როდესაც ჩვენ მუშაობდა, მე პირადად მუშაობდი 2005 წლიდან მოყოლებული სარეზერვო ფონდების მონიტორინგზე, მაშინ შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები ვრცელდებოდა სარეზერვო ფონდებზეც და თუ კი რაღაცა მართლაც ეს გადაუდებელი რაღაცა კატასტროფა არ იყო, რასაც იმ წუთში ჭირდებოდა რეაგირება, უნდა ჩატარებულიყო ტენდერი, უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ კორუფციული, თქვა, საფრთხეები ჩვენ თავიდან აგვეცილებინა და არ მომხდარიყო რაღაცა კორუფციული გარიგებების დადება. მოგვიანებით მე ვთქვი, რომ კანონმდებლობა მოერგო არსებულ რეალობას და ძალიან კომფორტული გახდა როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე მთავრობისთვის გამოსაყენებლად, მათ შორის გამოირიცხა სარეზერვო ფონდები და სარეზერვო ფონდების შესყიდვების კანონმდებლობის მოქმედების არეალიდან და ეს ნიშნავს, რომ ფონდები ისე იხარჯება და ფონდებიდან რესურსები ისე იხარჯება, რომ არ გადის აი ამ შესყიდვების კანონმდებლობის გამჭვირვალე პროცედურებს. შესაბამისად, ეს კიდევ დამატებითი პრობლემა არის და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც იყო მანამდე. თამარ, გარდა იმისა, რომ ეს კვლევა იძლევა ინფორმაციას, ეს გასაგებია, თქვენ თვითონ ამბობთ, რომ იმდენად რამდენადაც კანონი მორგებული იყო კონკრეტულ ინტერესებზე, ეს არ არის კანონდარღვა. რის საფუძვლად შეიძლება იქცეს? ეს ვერ გახდება პირდაპირ რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საფუძვლად, თუ მართლაც არ გამოიკვეთა გარკვეული კორუფციული გარიგებები ან მოქმედებები. შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, ამას კიდევ ჭირდება დამატებთ ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენს კვლევებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე, იმ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. რა თქმა უნდა, გამოძიების ორგანოებს თუ კი მათ დაინტერესება ექნებათ, შეუძლიათ რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ ეს ინფორმაცია. შესაძლებელი არის კონკრეტულად რომელიმე ხარჯის მიღმა გამოიკვეთოს რაიმე კორუფციულიც, მე ამას არ გამოვრიცხავ. ზედაპირული, ასე ვთქვათ, ანალიზით ეს არ იკვეთება რომელიმე კონკრეტული პირის რაღაც პასუხისმგებლობის, ან სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის წმინდა არა მიზნობრივი განკარგვა საბიუჯეტო რესურსების. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თავარ კითხვას თამარ ჩუგოშვილი პასუხობდა რეკლამის შემდეგ იაგო კაჭკაჭიშვილი NDI-ის კვლევების შესახებ. იაგო კაჭკაჭიშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას NDI-ის კვლევების შესახებ საღამოშტობისა. მოგესალმებით. გვახსოვს როგორ გაღიზიანებას იწვევდა არჩევნების წინ NDI-ის კვლევები, განსაკუთრებით ბოლო კვლევა საკმაოდ დიდი გაღიზიანების საფუძვლად იქცა. ამ შემთხვევაში სურათი არის რადიკალურად შეცვლილი. როგორ ფიქრობთ, რამდენად ემთხვევა ამ შემთხვევაში NDI-ის შედეგები რეალურად საზოგადოებრივ აზრს? ძალიან შორს არის ეს კვლევა აგვისტოს კვლევისგან და არჩევნების შედეგებისგან, თუმცა ამ შედეგებისგან როგორც იყო შორს აგვისტოს კვლევა, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ქალბატონო, ემთხვევა თუ არა ეს გამოკითხვის და შედეგები რეალობას, ამის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ გვექნება სხვა ალტერნატიული კვლევები დროის ზუსტად. ეს კვლევა, რომელიც ტენდენციებით ემთხვევა. ტენდენციებით ემთხვევა, თუმცა არა ვარ დარწმუნებული აერაის კვლევა ჩატარებული რომ დროის იმავე პერიოდში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან ცვალებად გარემოში ცხოვრობთ და განწყობებით როგორც ჩანს სწრაფად იცვლება, თუმცა როგორც უკვე ბრძანეთ, აერაის და NDI-ის კვლევები რაღაცნაირად პასუხობს ერთმანეთს. ამიტომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ავხსნათ ის დრამატული ცვლილება, რაც NDI-ის გამოკითხვებს შორის, წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო გამოკითხვებს შორის არსებობს. მე ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში
ფაქტორთა რამოდენიმე რიგი მონაწილეობს ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მიზეზზე ვისაუბროთ. ერთი ჩემთვის სრულიად ნათელი მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება შეიცვალა, არსებობს ამომრჩეველთა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, ერთი გაგებით ადმინისტრაციული რესურსი, მეორე გაგებით ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ საჯარო სივრცეში დასაქმებული ადამიანები, ეგრეთ წოდებული საშუალო რგოლი, განსაკუთრებით საჯარო ადმინისტრირების სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც საკუთარი სოციალური სტატუსის ან საკუთარი პოზიციის უსაფრთხოების გარანტიას ხედავენ იმაში, ვისაც ხელს უყრია ძალაუფლებას, თქო, ვინც არის ხელისუფლებაში. კონფორმისტები უწოდა გიანოდია მაიამ ფენას. იცით რა, ხო, თქო, შეგვიძლია დავარქვათ კონფორმისტები, უბრალოდ კონფორმიზმს ჩვეულებრივ ცნობიერებაში აქვს უფრო ნეგატიური დატვირთვა, არსებობს ამ ცნების მეცნიერული და სოციოლოგიური გაგება, რომელიც ადაპტაციას გულისხმობს არსებულ რეჟიმთან, არსებულ ძალაუფლებასთან და არსებულ სისტემასთან. ამიტომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ეს ნაწილი საზოგადოების ამორჩეველთა ეს ნაწილი მხედველობაში. ისინი არიან, დაახლოებით 15-20% აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ ამ შემთხვევაში, რომელიც აი სხვა შეფასებაც ასეთია ხოლმე ხელისუფლებას ყოველთვის ჯიბეში ყავს თუ შეიძლება ასე ითქვას, თუმცა მაინც არც ეს მგონია ასე ვთქვათ კორექტული გამონათქვამი. სხვა შორის ეს შედეგი, არა მარტო ამ ხარჯზე არ არის, ეს არის ერთი ასე ვთქვათ ახსნა ამ შედეგების. სხვა შორის ეს შედეგი მას საჩვენებს ხალხთან ეკარო ქართულ ოცნებას საჯარო სექტორში საშუალო რგოლის გამოცვლა არ მოუხდენია. ეს იყო კიდეც გაცხადებული, მაგრამ ძალიან ბევრი აკრიტიკებს ახალ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, რომ გამოიცვლება ასე ვთქვათ საშუალო რგოლი და ახალი ხელისუფლება უტევს საშუალო რგოლში დასაქმებულ ადამიანებს საჯარო სექტორში. ეს ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად სხვა შედეგი გვექნებოდა. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ასე დრამატული ცვლილება და ჩემი აზრით ეს მონაწილეობს საქმეში, მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ნაციონალური მოძრაობის PR კამპანიის შტურმის პირობებში, თუ შეიძლება ასე თქვას. ანუ ჩვენ მუდმივად ქართველი ამომრჩეველი მუდმივად ისმენდა ნაციონალური მოძრაობის PR კამპანიას მედიის პრაქტიკულად ყველა საშუალებით, თან ისეთ საშუალებებით, რომლებსაც ეროვნული დაფარვა ჰქონდა და მუდმივად ლაპარაკი იყო იმაზე, როგორი წარმატებულია ხელისუფლება, როგორი წარმატებულია ეს პოლიტიკური პარტია, ის რომ ეს პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს პროგრესის გზით ცვლის ერთადერთი გარანტი, მას მხოლოდ აღშენებლობა შეუძლია, ხოლო ყველა ის, ვინც ამ პარტიას დაუპირისპირდება, არის, ასე ვთქვათ, რეგრესული ძალა, არის ეშმაკთან წილნაყარი და ამ შემდეგ. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ამ სივრცეში და შესაბამისად ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი არ არის ზომბირებული ხელისუფლების, წინა ხელისუფლების PR კამპანიით. იცით რა, მე აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ექცეოდა ამ კამპანიის, PR კამპანიის გავლენის ქვეშ და მართლაც იჯერებდა, რომ საქმე ქონდა ერთადერთ პარტიასთან, რომელიც აღშენებლობის გზით წაიყვანდა საქართველოს და როგორც კი ეს, ასე ვთქვათ, წნეხი მოიხსნა, როგორც კი ამომრჩეველთა ზომბირების მექანიზმები მოიხსნა, ადამიანებმა დაიწყეს ასე ვთქვათ, კრიტიკული გადაფასება მათ შორის წინა ხელისუფლების. ამიტომ სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ ფიქრობ, რომ ის ხმები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას მოაკლდა ახლა, არის სწორედ ამ ადამიანთა ხარჯზეც, ასე ვთქვათ, ეს კიდევ მეორე მიზეზი და მესამე განთავისუფლებული მოქალაქეების ხარჯზე. განთავისუფლებული მოქალაქეების ხარჯზე, რომლებმაც რეალობას თვალი გაუსწრეს, აღმოაჩინეს, რომ ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ყავდეს ალტერნატივა, ასე ვთქვათ, და ქვეყანა არ დაიქცეს და შესაბამისად მათაც შეცვალეს არჩევანი და მესამე ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე მიეწოდა ინფორმაცია და მომავალში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება,
ეხება იმ ცუდი საქმეების შესახებ, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჩაუდენია. არა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მრჩეველთა შორის არის გარკვეული ნაწილი, რომელიც იმ გამოძიებებს, რომელსაც ახალი ხელისუფლება აწარმოებს, ენდობა, უჯერებს, ფიქრობს, რომ ეს არის ობიექტური და რწმუნდება იმაში, რომ ძველი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელი გარკვეულ დანაშაულებრივ სქემებში მონაწილეობდა და შესაბამისად, ვთქვათ, აი ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ასეთმა ამორჩეველმა შეიცვალა საკუთარი განწყობა. მე ვფიქრობ, რომ აი ეს სამი ფაქტორი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ რეიტინგის ასე დრამატულ ცვლილებამდე მივიდეთ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ NDI-ის აგვისტოს კვლევის შემდეგ პირველი შეუთავსებლობა იყო არჩევნების შედეგებსა და NDI-ის კვლევებს შორის. კი, არა, ეგ არჩევნებზე ლუის ნავაროს თავისი ახსნა აქვს. ამის ის ამბობს, რომ მათი კვლევა ჩატარდა უფრო ადრე, ვიდრე გავრცელდებოდა ციხეში წამების სამსახველი კადრები და სწორედ ამიტომ არ დაემთხვა, როგორც ის ვარაუდობს, NDI-ის კვლევა და არჩევნების შედეგი. ხაუტონიკა, მე უფრო ვფიქრობ, რომ მე უფრო ადეკვატური ახსნა მაქვს ამ შემთხვევაში. თანაც იმ გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც თავის NDI-ს აქვს ჩატარებული, არ ვიცი, სულ ზედაპირ ზედებს და რატო არა ამახვილებენ ამაზე ყურადღებას, ან რატომ არ აკეთებენ ამაზე აქცენტს, მე ძალიან მიკვირს. ბოლო კვლევებში მუდმივად იყო დაახლოებით 40-42% იმ ამორჩევლების, რომლებიც არ ამჟღავნებდა საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. ამახვილებთ, მაგრამ ამაზეც ნავაროს აქვს თავისებური პასუხი. კი, მე ვიცი, ასე ვთქვათ, ნავაროს პასუხები, ასევე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხები, რომ ეს არც შემთხვევაში არ იყო ასე ვთქვათ, ჩიშის ფაქტორი, არამედ ეს იყო ადამიანის, აი ლუის ნავარომ და სხვაებმაც გაიმეორეს, რომ ჩვენ ცხოვრობთ, ვთქვათ, დემოკრატიულ გარემოში, როდესაც ადამიანებს საკუთარი პრივატულობის გამჟღავნების мотивация დაკარგული აქვს და მათი პასუხი ინტერვიურის შეკითხვაზე ვის მისცემ ხმას არჩევნებში მარტივად არის ასეთი, ეს შენ საქმე არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჩემი კერძო საქმე და მე ამას არ გიმჟღავნებ. არგუმენტი არის ისიც, ბოდიში უბრალოდ მის არგუმენტს მოვუყვან, რომელიც ამ ეთერში თქვა, რომ შესაძლებელია ბევრს არ ქონდაო აგვისტოში საერთოდ არჩევანჯერები. არა, ესე არ იყო, ჩვენც რასაკურველი ეს ნაწილიც იყო ამ მორჩევლების, ანუ იმის თქმა, რომ ეს 42% იყო მაშინ თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ამის თქმა ცხადე არ გვინდა, ამის თქმა ცხადე არ მინდა და ეს არც არასოდეს მიმტკიცებია, მაგრამ ის რომ თავშეკავებულთა ან პასუხზე უარის გამცემთა საერთო ჯგუფში უფრო დიდი ნაწილი, უმრავლესობა შეგვიძლია შეიძლება ეს არ იყო აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ უმრავლესობა ეს იყო ოპოზიციური განწყობის და ოპოზიციური დამოკიდებულებების მქონე. დიახ, და ეხლა წარმოვიდგინოთ, ანუ ავიღოთ ამ 42%-დან 20%, ან ავიღოთ 25%, ხო, ავიღოთ დაახლოებით ნახევარი. და ავიღოთ ის შედეგი, რაც NDI აჩვენებდა ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, ეს ხო დაახლოებით 12%, ხო. თუ ჩვენ დაუკავშირებთ დაახლოებით 30%-ს 12% და შემდეგ არა, მაშინ რაღაცნაირად გაცილებთ უფრო იმატებდა ქართული ოცნების, რომელიც იყო რასაკურველი ოპოზიციურ ფრონტზე ფლაგმანი პოლიტიკური ზონა. ამიტომ ეს აუცილებლად ხედულობაში უნდა ვიქონოთ, ხო, ჩვენ საგულისხმოა, რომ ამ კვლევაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, დროის ნიშანია, რომ ამ კვლევაში მოხსნილია, ამ კვლევაში აი ეს ციფრი აღარ არის უკვე დრამატული, ეს რიცხვი ისინი ვინც ცემენ მიჭირს პასუხის გაცემას, ან ვინც უარს არიდებენ თავს არიდებენ პასუხზე მოცემულ შეკითხვაზე, არ აღემატება თვალსაზრისით 18%-ს, ესე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ხო, არა, მნიშვნელოვნად შემცირებულია მათი ხვადრითი წილი. ასე რომ ესეც დროის ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები დღეს არიან ამორჩევლები, არიან დღეს უფრო გახსნილები, უფრო მოტივირებულნი იმისთვის, რომ უპასუხონ დასმულ შეკითხვაზე, თუმცა ერთი შენიშვნაც უნდა გავაკეთო ეგ, ყოველთვის რასაკურველია მიზანშეწონილი არის, არ არის ასე ვთქვათ, სოციოლოგიური გამოკითხების ჩატარება ზედმეტი, გამოკითხვა ყოველთვის იძლევა რაღაცა ობიექტურ მასალას, რომელზედაც შეიძლება გარკვეული დასკვნები დააფუძნოთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი ახლა გამოკითხვები ზომავს ძალიან მოკლევადიან განწყობებს ამორჩევლების
რასაკვირველია გამოკითხვაში არის ისეთ შეკითხვები, ისეთ საკითხები, რომლებსაც გამძლეობის მაღალი ტემპერატურა აქვს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომლებიც დროს უძლებენ და ასეთია ვთქვათ ის სოციალური პრობლემები, რომლებიც ჩართულია გამოკითხვაში, მაგრამ პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერა, პოლიტიკოსების მიმართ მხარდაჭერა და იგივე დობის რეიტინგები პოლიტიკოსების მიმართ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არის ძალიან ნედლი, რომელიც რასაკვირველია დროის გასვლასთან ერთად დაექვემდებარება გადასინჯებს. სწორედ პიროვნულ რეიტინგებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გამოკითხულთა 93%-ს ყველაზე მეტად მოსწონს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, 80%-ს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის შემდგომ პოზიციას 73%-ით იკავებს დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის რეიტინგი 18% იყო 3 თვის წინ. უსუფაშვილს რეიტინგით მოსდევენ ეკა ბესელია, თინა თინხიდაშელი და ზვიად ძიძიგური. საინტერესო თანამიმდევრობაა ძალიან. შეგიძლიათ ანალიზი გააკეთოთ, რატომ სწორედ ასეთი განვაგება? არა, ის რომ კათოლიკოს პატრიარქი პირველ ადგილზეა, უცვლელია აქ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა. ხა ის რომ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება ოპოზიციის რეაბილიტაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლამის მარგინალიზებული ოპოზიციის რეალიზაცია ცოტა უფრო მეტი ხნის წინ ვიდრე 1 წელია, ესეც სრულიად ცხადია და ისიც აბსოლუტურად გასაგებია, რომ ამ მრჩეველი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს აი მნიშვნელოვან გამარჯვებას ნაციონალურ მოძრაობაზე, იმიტომ რომ მოლოდინი იმისა, რომ არჩევნების გზით ნაციონალურ მოძრაობა დატოვებს ხელისუფლებას, რასაკვირველი იყო ძალიან დაბალი ამ მრჩევლებში, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ამ მრჩევლებში და ის რომ ეს მოხდა, ამაში ლომის წილი რასაკვირველია ივანიშვილს ეკუთვნის, შესაბამისად მისი რეიტინგიც მაღალია და შემდეგ ეს რეიტინგი მოწინავე პოზიციებზე არის, მაშინაც მუდმივად ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის აპელირება, იმით რომ აი რესპუბლიკელებს აქვთ დაბალი რეიტინგი არჩევნებში. თუმცა საწინააღმდეგო დაადასტურა აქ არც არჩევნების შედეგმა და საწინააღმდეგოს ადასტურებს ახლაც. არა, ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები მოექცნენ იმ ველში, რასაც ქვია გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ველი და გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ დამოკიდებულებების რადიკალური ცვლილება ხდება ხოლმე, რეაბილიტაცია ხდება ხოლმე, თანაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც პრინციპში ძალიან მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლის პირობებში ამ მრჩევლის წინაშე თავი რაიმე ესეთ პრინციპულ საკითხთან, პრინციპულ საქმესთან მიმართებაში, პრინციპულ პრობლემასთან მიმართებაში არ შეურცხვენია, ხომ? მათ არ მოუხდენიათ საკუთარი თავის საკუთარი შესაძლებლობების დისკრედიტაცია, რაც ვერ ვიტყვით თქვა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, ამიტომ მე არ ველოდები, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი, ნაციონალური მოძრაობა შეძლებს საკუთარი მხარდაჭერის რეაბილიტაციას მომავალ წლებში. თუმცა ერთიც არის აქ ავტონეტა, მინდა ყურადღება მივაქციოთ, რომ თქვენ ხა წაიკითხეთ რეიტინგები, რომელიც უკავშირდება მოწონებას ამათი პოლიტიკური ძალის მიმართ. სხვა შორის აქვეა შეკითხვა პიროვნებების, დიახ, პოლიტიკური ძალის არა პოლიტიკოსების, დიახ, პიროვნებების მიმართ და აქ ამას მოსდევს შეკითხვა, რომელიც უკავშირდება ამ პიროვნებების საქმიანობის შეფასებას და იგივე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში 80%-იანი მოწონების რეიტინგი საქმიანობის შეფასებასთან მიმართებაში ცირდება და თუ არ იგივე დავით უსუფაშვილთან მიმართებაში. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ბატონ ბიძინას შემთხვევა, რის თქმა მინდა, იცით, მოწონება უფრო თქო ძალის აღიარებას ნიშნავს, რამდენად ძლიერია ესა თუ ის პოლიტიკოსი ბრძოლაში და სავსებით შესაძლებელი არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს როგორც ძლიერ პოლიტიკოს აღიარებს ის ამორჩეულიც, რომელიც მის პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი არ არის, ანუ მის ძლევამოსილებას რაღაცნაირად ცნობს და მოწონს რომ ეს თანაც ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში მოწონება ორად არის გაყოფილი, ეს არის ძლიერი მოწონება და მეტნაკლები მოწონება და ამ შემთხვევაში გაერთიანებულია ეს ორი პოზიცია. მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი 29%-ია მოწონების მაჩვენებელი. ამ კვლევის თანახმად, როდესაც აგვისტოში იყო 71%.
რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად, თუმცა რა თქმა უნდა მას ნაკლებად ხედავთ ახლა ეკრანებზე, ვიდრე ხედავდით. მაგრამ მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მიზეზი. ვიცით რა, ქაუტონეკა, თუ დააკვირდებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ჩვენ საქმე გვაქვს ორ პრინციპულად განსხვავებულ მიხეილ სააკაშვილთან. არჩევნებამდე ეს იყო საკუთარ ძალებში დაჯერებული, აგრესიული, ასე ვთქვათ, ჩემტევი, მხოლოდ გამარჯვების მოლოდინით ახსავსე და გამარჯვებაზე ორიენტირებული მტერთა შემოსვლელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ გვაქვს არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი, რომელიც ლაპარაკობს ძალიან მოგრძალებული ლოგიკით, რაღაც სიტუაციებში ცოტა დამფრთხალიც ჩანს, მისი რიტორიკა აბსოლუტურად არ არის გაჯერებული, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობით და ესეთი ომახიანობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის აღარ მოუწოდებს ამორჩევლებს იმისაკენ, რომ ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი პირადად ის თავად არის საქართველოს აღშენებლობის გარანტი. Ну, ერთ სიტყვით რომ ვთქვათ, არის პრინციპულად ორი პრინციპულად განსხვავებული სააკაშვილი არის არენაზე და ყველა ის ადამიანი, ვინც შეეჩვია სააკაშვილს როგორც აგრესიულ შემტევს საკუთარ ძალებში დაჯერებულს და შემდეგ რასაკვირველია, ახლა ფრუსტრირებულია, იმედგაცრუებულია, ასეთი შეცვლილია, დამფრთხალი, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მიმართ და შესაბამისად დაკარგული აქვს მის მიმართ პატივისცემა. ერთი ძალიან თვალშისაცემი მონაცემი იყო ასეთი შეკითხვა, ვის მიიჩნევ დემოკრატიასთან ყველაზე ახლო მდგომ ძალადო. ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს 48%, 100% ვინც ამჟღავნებს თავიანთ დამოკიდებულებას ამ პარტიის მიმართ და 41% მიიჩნევს ქართულ ოცნებას, ანუ უფრო ნაკლები იმ 100%-დან, ვინც გასცა პასუხი ქართულ ოცნებასთან მიმართებაში დემოკრატიულობის შესახებ შეკითხვას. როგორ ხსნით ამ შედეგს? ანუ პირველ ადგილზე მყოფ პოლიტიკურ ძალას უფრო ნაკლები მიიჩნევს, მართალია ბევრად არა, მაგრამ მაინც 7%-ით ნაკლები მიიჩნევს დემოკრატიასთან ასოცირებულად, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. თქვენ კარგად შენიშნეთ, პირველ რიგში ეს არ არის დრამატული განსხვავება, 7%-იანი განსხვავება, როცა თავად პლევის დომინება თუ არ ვწდების აი პროცენტია. არა, ეს არ არის დრამატული განსხვავება, ეს ერთი და მეორე, აქაც უნდა ვეძებოთ. თუნდაც თანაბარი ეს შეკითხვა. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვეძებოთ აუცილებლად კვალი იმ რეაქციის, რასაც ახალი ხელისუფლების ქმედებაზე ამჟღავნებს საერთაშორისო საზოგადოება, რასაკვირველია, ამას უკვალოდ არჩეულია. ადამიანები, ამორჩევლები, მოქალაქეები მუდმივად ისმენენ იმას, რომ ხდება პოლიტიკური ნიშნის დევნა და პატიმრებები, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება მნიშვნელოვან კომპრომისებს უშვებს დემოკრატიის საზიანო და შემდეგ და ეს რაღაცნაირად აისახება საზოგადოების განწყობას, საზოგადოების ცნობიერებას. პრინციპში ეს და ამავე დროს ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილია როგორც ну, ვთქვათ, ის ძალა, რომელმაც ხელისუფლება დათმო არჩევნების გზით, ანუ დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენებით, არა? ეს შედეგი აჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით ქართულ ოცნებას, კოალიცია ქართულ ოცნებას საქმე აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევასთან, რომელსაც მან უნდა უპასუხოს, კერძოდ მან უნდა დაარწმუნოს პირველ რიგში შიდა საზოგადოება, ამ საკუთარი ამორჩეველი, საერთოდ ქართული საზოგადოება და რასაკვირველია, მან უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ მისი ქმედებები დემოკრატიულ ღირებულებებთან გადაჯაჭვულია და ეს არ არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ქართული ოცნების საქმიანობა, საკომუნიკაციო სტრატეგია, მოდი ასე დავარქვათ, არ არის მაინდა-მაინც წარმატებული და ეს როგორც ჩანს აისახა საზოგადოების განწყობასაც. და კიდევ ერთი გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება მოაგორებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა პრობლემებს, უბრალოდ ამ მიმართულებით, ციხეებში არსებული მძიმე ვითარება, ურთიერთობა რუსეთთან. ის რომ დიდი უმრავლესობა დღეს ასე მიიჩნევს, ბატონო იაგო, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უკვე ხედავს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, თუ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება არის ისევ წინასაარჩევნო დაპირებების ზეგავლენის ქვეშ. რასაკვირველია, აქ უფრო მეტად ის უნდა ითქვას, რომ საზოგადოება არის
მოლოდინის რეჟიმში თუ შეიძლება ასე ითქვას, ის ელოდება ამ პრობლემების გადაჭრას, მას ეს მოლოდინი არ შეიძლება გაცხრუებოდა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროა გასული არჩევნებიდან, არ იქნება სწორი ახლა ვიფიქროთ, რომ ამორჩეველი უკვე ხედავს ამ სოციალურ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ან თუნდაც სოფლის მეურნეობის გაჯანსაღების თვალსაზრისით, ან თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის დაალაგების თვალსაზრისით უკვე ძალიან ხელშესახებ შედეგებს, მაგრამ ფაქტია, რომ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ამ თვალსაზრისით ამორჩეველთა მოლოდინები არ შებღალულას. მოლოდინები ისევ აქტუალურია. არა, კი, მაგრამ შეხვედრები იყო, ჯერ შეიქმნა ინსტიტუციურად შეიქმნა გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც აი ამ პრობლემებს მოგვარებაზე ორიენტირებენ. მაგალითად, შეიქმნა ბატონ ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით რუსეთთან ურთიერთობის სამსახური და ასე შემდეგ, შეიქმნა საკომუნიკაციო სტრატეგიის სამსახური და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, მოსახლეობა ამ სამსახურების მიმართ ნდობით არის აღჭურვილი და სოფლის მეურნეობის ფონდის და ელოდება, რომ ამ ინსტიტუტებას საქმეები შეიძლება გააკეთოს და უნდა გააკეთოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. თავარ კითხვას გადაცემის ბოლოს იაგო კაჭკაჭიშვილი პასუხობდა, ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობ რომ გვიყურებთ.